ჩვენ უზრუნავთ შინაურ ცხოველებზე და ხანდახან ისინიც ზრუნავენ ჩვენზე. ამ ცხოველების პატრონებმა შეძლეს მონეტიზაცია და კარგი ფულიც გამოიმუშავეს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ერჩენელია. დღეს მოგიყვებით 10 ცხოველზე, რომელმაც პატრონი მილიონერად აქცია. ნომერი 10. Grumpy Cat. Abiti Budensonis კატა ზედმეტსახელად Sousy ტადარი მთელს ინტერნეტშია ცნობილი როგორც Grumpy Cat. ფოტოები 2012 წელს საიტ Reddit-ზე გამოაქვეყნა პატრონის ძმამ. სინამდვილეში კატას ჰქონდა თანდაყოლილი პრობლემები პირის არეში, მაგრამ ფოტოები გახდა იმდენად პოპულარული, რომ ახალი ეგრეთ წოდებული მემე გახდა ინტერნეტში და დაიპყრო მთელი მსოფლიო. დღესდღეობით Grumpy Cat-ის ოფიციალური Facebook-ის გვერდს აქვს მილიონზე მეტი გამომწერი. მისი ფოტოსურათებით მრავალი წიგნი გაიყიდა, შემდეგ რეკლამებში გადაიღეს, მიიწვიეს ტელეშოუებში და შექმნეს ახალი ბრენდის ყავა სახელწოდებით Grampuccino. საერთო ჯამში კატამ პატრონს მოუტანა $100 მილიონ-ზე მეტი. ნომერი 9. Bulldoggy Manny. ფრანგი Bulldoggy Manny არა მხოლოდ საოცარი ხიბლით გამოირჩევა. მან $100,000-ზე მეტი შემოსავალი მოუტანა თავის პატრონს. მენნის პატრონმა სურათი ინტერნეტში გამოაქვეყნა. ფოტოგენური ძაღლი გადაიღეს ტანსაცმლის რეკლამებში, აქსესუარებში, სახალისო რეკლამებში და ასე შემდეგ. მენნის ჰყავს დიდი რაოდენობით თაყვანის მცემელი. პატრონის თქმით, მენნის შემოსავალი მთლიანად საქველმოქმედო ფონდში გადაარიცხა. ნომერი 8. უსახლკარო კატა ბობი. კატა ბობის და მისი პატრონის ჯეიმს ბოუენის მეგობრობის ამბავი არის ძალიან საოცარი. 2007 წელს ახალგაზრდა მსარდაფში იპოვა ბობი. შემდეგ გადაწყვიტა მისთვის სახლი აეშენებინა. ჯეიმსი დამოკიდებული იყო ჰეროინზე და კატაზე ზრუნვა მისი ერთგვარი თერაპია გახდა. მან ფული მოიპოვა ქუჩის სპექტაკლებით და ერთი კვირის მოპოვებული ფული ვეტერინარს გადასცა. ჯეიმს კატა ძალიან შეუყვარდა და შემდეგ თავისთან სამსახურშიც მიჰყავდა. ბობის დახმარებით ჯეიმსმა შეძლო ნარკოტიკებისთვის თავის დანებება, ხოლო შემდეგ გამოსცა წიგნი სახელწოდებით უსახლკარო კატა ბობი, რომელიც გახდა ბესტსელერი და უხეშად რომ ვთქვათ, ბობმა ჯეიმს მოუტანა დაახლოებით 500 გირვანკა სტერლინგი. ნომერი 7. შპიცი ჯიპი. პომერანიანი შპიც ჯიპი არის ინსტაგრამის ვარსკვლავი. მას უკვე რამდენიმე მილიონი გამომწერი ჰყავს. ყველაფერი მისი ლამაზი სახის და თანამედროვე თმის სტილის დამსახურებაა. ჯიპს წინა ორთაძე სიარული შეუძლია, გადაგორება და სკეიტბორდზე კატაობაც კი. იგი ხშირად მონაწილეობს რეკლამებში. ერთ დროს კეთი პერის ვიდეო კლიპშიც გამოჩნდა. მის ოფიციალურ ინსტაგრამზე სარეკლამო პოსტის ღირებულებაა $17,500. ნომერი 6. მელა ჯუნიფერი. ჯუნიფერი გახლავთ შინაური მელა. იგი ლეკვი იყო, როდესაც დიასახლისმა აიყვანა. მას შემდეგ რეგულარულად მხიარულობენ ინსტაგრამზე განთავსებული სურათებით და ვიდეოებით, რომლებიც ჯუნიფერზეა. ახსნას არ დავიწყებ თუ როგორი სახის ვიდეოები აქვს. შეგიძლიათ მისი ვიდეოები მის ოფიციალურ ინსტაგრამზე იხილოთ. ყველაფრის და მიუხედავად მის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე სარეკლამო პოსტის ღირებულებაა დაახლოებით $5,000. ნომერი 5. კატა ვენერა. ვენერას, რომელიც 2013 წელს თავშესაფრიდან წაიყვანეს, უიშვიათესი გენეტიკური ანომალია აქვს, რომელსაც ქიმერა ეწოდება. შედეგად მისი სახის მარჯვენა მხარე შავი ფერისაა მწვანე თვალით, ხოლო მარცხენა ფორთოხლისფერი ლურჯი თვალით. ვენერას ინსტაგრამზე სარეკლამო პოსტის ღირებულებაა დაახლოებით $6,000. ნომერი 4. შპიცი ბუ. კიდევ ერთი პომერანიანი ჩვენს სიაში იმდენად მომხიბლავია, რომ მას ცალკე მასალაც კი მიეძღვნა. იგი ამაყად ატარებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ძაღლის ტიტულს. მისი სახელით გამოქვეყნებული წიგნი 11 ენაზეა ნათარგმნი. წელიწადში ბუ დაახლოებით $1 მილიონ გამოიმუშავებს. ნომერი 3. ყუთიანი მარო. ყველა კატას უყვარს ყუთები, მაგრამ მარუს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ყუთებზე. პატრონმა აღიარა, რომ მარუმ მას $180,000 გადასცა პირველ წელს. მარუს აქვს საკუთარი არხი YouTube-ის პარტნიორულ პროგრამაში. აგრეთვე გამოცემულია წიგნები, მისი ფოტოებით, სხვადასხვა აქსესუარები, მაისურები, ფარდები და ასე შემდეგ. მარუ ძალიან ბევრ ვიდეოებშია და ასევე რეკლამებშიც. ნომერი 2. მოცეკვავე ძაღლი პუცი. პუცი ცნობილი გახდა, რაც სატელევიზიო შოუში ბრიტანეთის ნიჭიერში გამოვიდა 2012 წელს.
ეშლი ბალტერი, რომელიც მისი პატრონი და ამავდროულად მწვრთნელიც იყო, პუცის დაეხმარა ყველაზე რთული ცეკვის ნომრის შესრულებაში, რომელიც შეუსრულებელი მისიის მელოდიაზეა. პუციმ 1.5 მილიონი დოლარი მოუტანა თავის პატრონს. ამ ყველაფრის შემდეგ რამდენიმე საკვების მწარმოებელმა კონტრაქტი გააფორმა პუცისთან. 2017 წელს ის 12 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნომერი 1. წარბებიანი კატა. წარბებიანი კატა სემი 2012 წელს აღმოაჩინეს ნიუ-იორკის ქუჩებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კნოტი იყო. თავდაპირველად მეზობლები დასცინოდნენ, როდესაც პირველად აივანზე გამოჩნდა, ხოლო შემდეგ პატრონი მიხვდა, რომ ეგზოტიკური გარეგნობა შეიძლებოდა მატერიალურ სარგებლობაში გადაზრდილიყო. პატრონმა დაიწყო სემის ფოტოსურათების ინსტაგრამზე ატვირთვა. გამომწერების რაოდენობამ 100,000-ამდე მიაღწია. სემს გამოუჩნდა საკუთარი ონლაინ მაღაზია, სადაც აქსესუარები იყიდება. პატრონი გამომუშავებული ფულის ნახევარს ცხოველთა თავშესაფარს აძლევს. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.